აღმოჩნდა, რომ კიბოს უჯრედები გლუკოზის ინტენსიური მომხმარებლები არიან. როგორც უკვე განვიხილეთ, ნორმალურ უჯრედებში ჟანგბადის არსებობის პირობებში პირუვადი კრეფსის ციკლში გადადის და შემდგომში ელექტრონთა გადამტან ჯაჭვში ერთვება, რაც ენერგიის ეფექტურ წარმოქმნას უზრუნველყოფს. თუმცა, კიბოს უჯრედებში ეს პროცესი სხვაგვარად მიმდინარეობს. პირუვადი არ შედის კრეფსის ციკლში, ის პირდაპირ ექვემდებარება რძემჟავა დუღილს და ხდება ლაქტატის დაგროვება დიდი დოზით, მიუხედავად იმისა, რომ ჟანგბადი ხელმისაწვდომია. ეს მოვლენა ცნობილია როგორც ვარბურგის ეფექტი. კიბოს უჯრედები აქტიურად აწარმოებენ ლაქტატს, რაც იწვევს შემჟავებული გარემოს ჩამოყალიბებას, რომელიც მათთვის, როგორც აღმოჩნდა, ოპტიმალური გარემოა. ეს გარემო ხელს უწყობს კიბოს უჯრედებს გადარჩენასა და პროლიფერაციაში. ამავდროულად ხელს უშლის იმუნური სისტემის აქტივობას და ხელსაყრელია სიმსივნური ქსოვილის ზრდისთვის. ვარბურგის ეფექტის გაგებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა კლინიკური ტესტებისა და დიაგნოსტიკური ხელსაწყოების განვითარებაზე. პოზიტრონ ემისიური ტომოგრაფია ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე მეთოდია, რომელსაც სიმსივნის აღმოჩენა მეტასტაზების დონეზეც კი შეუძლია. მოდით ვნახოთ, როგორ მუშაობს პოზიტრონ ემისიური ტომოგრაფია. თავდაპირველად ხდება გლუკოზის არამეტაბოლიზირებადი ნაერთის რადიოაქტიურად მონიშნა. შემდეგ ხდება რადიოაქტიური გლუკოზის შეყვანა პაციენტის ვენაში. რადგანაც კიბოს უჯრედები ინტენსიურად მოიხმარენ გლუკოზას, შესაბამისად, მათში ინტენსიურად მიმდინარეობს გლიკოლიზის რეაქციები. და სწორედ პოზიტრონ ემისიური ტომოგრაფიის სკანერი აღბეჭდავს სხეულში რადიოაქტიურად მონიშნული გლუკოზის დაგროვების ადგილებს. გამოსახულებაზე კიბოს უჯრედები უფრო ნათლად ჩანს, რადგან ისინი გლუკოზას გაცილებით ინტენსიურად მოიხმარენ, ვიდრე ნორმალური უჯრედები. ვარბურგის ეფექტი არა მხოლოდ კიბოს უჯრედების ენერგეტიკულ მეტაბოლიზმს განსაზღვრავს, არამედ კლინიკური დიაგნოსტიკის განვითარებასაც უწყობს ხელს. პეტ სკანირების მეთოდი კიბოს ადრეულ აღმოჩენასა და მისი განვითარების დონის განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა, რაც მის ეფექტურ მკურნალობას უწყობს ხელს. გამოიწერეთ ჩვენი სოციალური პლატფორმები, რათა არ გამოგჩეთ მნიშვნელოვანი ინფორმაციები. მომავალ შეხვედრამდე.